ყველაფერი კარგად იქნება, გუშინდელი შეცდომები ხვალ სარგებელს მოგვიტანს. ხშირად შვილებს გვეშინია შეცდომის დაშვების და შეცდომას რო დავუშვებთ, არ ვეუბნებით მშობლებს. და ეს კიდე უფრო დიდი შეცდომაა ჩემი აზრით. ეხლა გაზრდილი ვაცნობიერებ, რომ ეს კიდე უფრო დიდი შეცდომაა. როგორ ავუხსნათ ჩვენ შვილებს, რომ შეცდომის არ შეეშინდეთ და შეცდომის დროსაც ვართ მათთან. ჩვენ შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ არაფრის არ შეეშინდეთ. განა შეცდომის კი არა და შეცდომა თუ მოუვა, აღიარების არ შეეშინდეს. ბოდიში ისწავლოს და მადლობა ისწავლოს. მიხვდი, ანუ ჩვენ როგორ ხო არის ბავშვობაში ინტერესი არსებობს, რომ ეს ამას შემოარტყავს ის. მიხვდი, მაინც არის ზანმომრეობა, როგორც სამყარო, ბავშვებში მეფობს, მიხვდი? ჯერ ბავშვი გონება დაბლა არის და მის ჭიდაობაზე გონია ეს ასპარეზი. ჩვენ ის კი არ უნდა ვუთხრათ, მაგის ასე, არა. ჩვენ უნდა ვუთხრათ მხოლოდ ერთი რამ, მიტევება ისწავლე, ანუ აპატიე და გაპატიებენ. მადლობა თქვი და მადლობას გეტყვი. ბოდიში არ არის უხერხული სიტყვა, ბოდიში არის სულის აღიარება, რაღაც არ გამომივიდა სწორად და ნემაპატიეთ რა. მიხვდიათ, ეხლა რო ვიცით, ამის თამაში, ბოდიშის თამაში. ბავშვებს უფრო გულწრფელად გამოუვათ ეს. ამას მადლობა და ბოდიში თუ ეცოდინება, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებში ვიძახი. მადლობა იმაზე, რომ ნაღდია, ბოდიში იმაზე, რომ შეეშალა რა, მიხვდი და უჩხუბარი ბავშვი მაჩვენე, მუხლებ გადაუტყავებელი მაჩვენე და უჭმელი, ისე ნაჭამით კი არა, კმაყოფილი არ არსებობს, ხო? ყველა ბავშვს ვეღაძებით ჭამე, ამოდი, ნუ გაიოფ, ნუ ჩხუბობ, რა გინდოდა იმ ბავშვთან, ხო? მე მგონია, რომ ეს ორი რამე უნდა ისწავლოს რა, ორი, აღიარება მადლობის და ბოდიშის. ეს ორი თუ იცის, დანარჩენს გაიგებს. ესე მგონია, რა ვიცი, იმიტომ რომ ორივე ქრისტესია ეს, მადლობას და ბოდიშიც, მიხვდი, რომ უკითხავად მოვედი, მემაპატიეთ, ოღონდ მობძანდი მოყვება მაგას. რა თქმა უნდა. ხო, და აი მოვერიე და წამოვაყენე ფეხზე და ბოდიშიც მაურო, მოგერიე, ხა ეს გულში არ მედო. ის კი არა, რომ წავაქცეთ ახლა ამას ბოლომდე. არა, აი ბოდიში უნდა იქ, რომ კი ხა წაგაქციე მან. ჭიდაობაში როგორი ილეთი გვაქვს, ხო ხედავ, მე რო კოცნი იმას მხარზე რა. გაცრავად რო ეუბნები კი მოგიგეო, მაგრამ ხო რა ვიცი, ნუ მოკლედ ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვერ ვთქვი, სადღეგრძელოს გავდა. არა, პირიქით, ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ. ახლა ჩვენც ძალიან ხშირად გვისაუბრია მე და მიშოს ბოდიში, მადლობა და გამარჯობა. აი ამ სამ სიტყვაზე დგას ადამიანი, ჩემთვის ადამიანი. რამდენჯერ მიშოს ბევრმა თქვა, ხო? კი. და მე და მიშოს ადამიანის შეფასების ასეთი კრიტერიუმები გვაქვს. კარგი გამარჯობა იცის.